ბატონი თინა ხიდაშელი. მოგესალმებით. ეს არ გვინდა ეს ახსნები. პრემიებზე აწირა იქნება გასაგები. საინტერესო ისაა, რაც აქამდე იყო და იმაზე ვლაპარაკობთ და ცალსახად და მარტივად უნდა ვთქვათ, რომ კატასტროფა იყო. აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი, რაც გააკეთა ჩვენი ხელისუფლების ჩინოვნიკებმა, ზოგიერთმა ჩინოვნიკებმა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში. ამიტომ ამას ცალსახად შეფასება აქვს და არ არის ხა საჭირო ახსნა განმარტებები, რომ ასე იყო და ისე იყო. რაც შეეხება, ხო, უბრალოდ მე იმიტომ ვითხოვე მიკროფონი, რომ პარლამენტმა ეს 2012 წლის დეკემბერში გააკეთა. რაც მთავრობამ ეხლა მოიფიქრა, ამიტომ ეს განმარტება არ იყო საჭირო, რაც თქვა ძალიან, რომ პარლამენტმაცო იქნებაო. პარლამენტში ეს ჩვენი აქ მოსვლის დღიდან ეს საკითხი დარეგულირებულია და გადაწყვეტილია და არც ერთი თეთრი, არც ერთ დეპუტატს როგორც პრემია არ მიუღია. და ეს ასევე გაგრძელდება და ასევე ჩვენ განვაცხადეთ და ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმესთვის ეს არ არის ცნობილი განსაკუთრებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომ მომავალ კვირას, ანუ სანამ ეს სასესიო პერიოდი დასრულდება, მე პირადად დავარეგისტრირებ საკანონმდებლო ცვლილებას პრემიებთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ უფრო შეუძლებელს გახდის იმ მარაზმს, პირდაპირ ვთქვათ, რაც ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ხდებოდა, ეს ჩვენი ხელისუფლებით არ დაწყებულა, მაგრამ ეს არავის არ ხსნის პასუხისმგებლობას, რომ ეხლა იმიტომ რომ ძველი ცუდი იყო, ეს უარ ნიშნავს, რომ შენ ცდება უნდა მოიქცე. ცდუნება მაღალია, როგორც ჩანს, ეს კარგად ჩანს ეხლაც, დღესაც, გუშინაც იმ დისკუსიებში, რომელიც ჩემი ინფორმაციით საკრებულოებში მიმდინარეობს და უბრალოდ მინდა ამ ტრიბუნიდან ყველას მივმართო, რომ ტყუილად დაიხარჯებიან საკუთარ დებულებებში ამის რეგულირებით, იმიტომ რომ კანონით მათ აეკრძალებათ, მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს, რაიმე ტიპის პრემიის მიღება. არჩეული თანამდებობის პირების ერთადერთი პრემია უნდა იყოს ჩემის აზრით ხმები, რომელსაც შემდეგ არჩევნებზე მიიღებენ. და ის არ უნდა იყოს ფინანსურად გამოხატული რაიმე ფორმით. პოლიტიკური თანამდებობა ამას ნიშნავს და ამას გულისხმობს. დიდი მადლობა.